მოგესალმებით მათე მოტორსიდან. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ტაქსისტის წარმატების ისტორია, რომელიც დაიწყო მათე მოტორში. გამარჯობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება მათე მოტორში. მოგესალმებით, კეთილი. მოდიხართ ხო სერვისზე? დიახ, მოდი ჩაჯექი და ერთად შევიდეთ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით, კეთილი. ნუ ყველა მიცის ჩვენო მაყურებელმა, რომ თქვენ აქ შეიძინეთ ეს ელექტრომობილი. მე ასეთი კითხვა მაქვს. რამდენს გადის ეს ხონჩი? 560 კილომეტრს გავდივარ. ქუთაისში ჩავედი გუშინ და უკან ჩამოვედი ძალიან თავისუფლად ერთი დატენით. ძალიან მაგარია. რამდენი არის თქვენი ხარჯი თითოეულ თვეში? თვეში დაახლოებით 100-120 ლარი მიჯდება. სახლის დამტენის ვტენი ჩვეულებრივად და დაახლოებით 10 ლარი მიჯდება ერთი დატენა. კიდევ ასეთი კითხვა მაქვს. თქვენ როგორ ტენით ამ ავტომობილს? სახლის პირობებშიც და ძალიან ბევრი დამტენი არის ქალაქშიც. ასევე ქალაქგარეთაც, ქუთაისშიც, როგორც გითხარით, ბათუმში არის ძალიან ბევრი დამტენი. საერთოდ არ არის ამაქარის დატევა პრობლემა ჩემთვის. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ უბანში შემიძლია დავმუხტო თან ძალიან მარტივად და სწრაფად. ნახევარ-საათში მაქარა დატენილი. ბატონო დათო, მე როგორც ვიცი, თქვენ ლიზინგით შეიძინეთ ეს ავტომობილი. მე მაინტერესებს თქვენთვის რამდენად მისაღები იყო ლიზინგის პირობები ჩვენთან. ძალიან კომფორტულია კეთი, მინდა გითხრა. პირველადი შემოსატანი შემოვიტანე დაახლოებით $4500 ეკვივალენტი ლარში და გავანაწილე 5 წელზე. თვეში მიწევს 800 ლარის გადახდა. ხარჯი ნული მაქვს. როგორც გითხარი, 100 ლარი მეხარჯება დაახლოებით დატენვაზე მხოლოდ. ძალიან მაგარი არის და თუ საიდუმლო არ არის, დღეში მაგალითად რამდენს გამოიმუშავებთ? ხო, კეთი. დღეში 300 ლარი პრობლემის გარეშე. დილის 10 საათზე გავდივარ სამსახურში და ვრუნდები დაახლოებით 6 საათზე, 7 საათზე სახლში. ოჯახთანაც უფრო მეტ დროს ვატარებ, იმიტომ რომ ბიზნეს კლასით მოძრაობ და ტარიფი ჩათვალე ორმაგი არის ჩემთვის. ბატონო დათო, თვითონ ავტომობილით რამდენად კმაყოფილი ხართ? კმაყოფილი ვარ მეც, კეთი და ჩემი მგზავრებიც. ეგეთი კმაყოფილი მგზავრები არ მყოლია, 5 შეფასება მაქვს ყოველ მგზავრობაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კომფორტი ძალიან მოსწონთ მანქანაში, მინდა გითხრა კეთი. ძალიან დიდი სივრცე არის ბიზნეს კლასი. აეროპორტიდან როცა მომყავს მგზავრები, ერთადერთი პრობლემა რაც მქონდა ყოველთვის იყო, რომ საბარგულში ვერასდროს ვერ ვატებდი ჩარტებს. ახლა კიდე ეს პრობლემაც მომეხსნა. ძალიან მაგარია. ეს იყო ერთი წარმატების ისტორია ტაქსისტისგან და დიდი მადლობა რომ აირჩიეთ მათე მოტორს. მადლობა თქვენ კეთი ინტერვიუსთვის და ასეთი კარგი პირობებისთვის. მინდა რომ ყველას ურჩიო შეიძინონ ავტომობილი მათე მოტორში. ჩემი წასვლის დროა კეთი დროებით მგზავრები მელოდებიან. კიდევ შევხვდებით. კარგად. ნახვამდის.